რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა გაზეთი პატარა ჯონი უივერლის გადაცების სენსაციურ ამბავს იუწყებოდა. 3 წლის ჯონი სურეის გრაფის, მარკ უივერლის ერთადერთი მემკვიდრე გახლდათ. ახლა გრაფი და მისი მეუღლე ჩვენს წინაშე იდგნენ და პუაროს ბავშვის გადაცების დეტალებს უყვებოდნენ. ყველაფერი 10 დღის წინ დაიწყო, ანონიმური წერილი მივიღე, დაიწყო მოყოლა მისტერ უივერლიმ. ვიღაც ნაძირალად ჩემგან 25,000 ფუნტს ითხოვდა. უარის თქმის შემთხვევაში კი ჯონის გადაცებით იმუქრებოდა. მე რა თქმა უნდა ეს წერილი ნაგავში გადავაგდე, ვიფიქრე სულელური ხუმრობა იყო. 5 დღესში კიდევ ერთი წერილი მოვიდა, უკვე კონკრეტული თარიღის მითითებით. თუ არ გადაიხდით 29-ში თქვენს შვილს მოიტაცებენ. ეს წერილი 27-ში მივიღე. ადამ გასახანი არ მომცადა მიუხედავად იმისა, რომ თავს იდიოტად ვგრძნობდი, სკოტლანდ იარდს მაინც მივმართე, თუმცა სერიოზულად არც მათ აღვქვამთ. 28-ში მესამე წერილი მივიღე. თქვენ არ გადაიხადეთ, ხვალ 29-ში შუადღისას შვილს მოგტაცებენ და უკვე 50,000 ფუნტის გადახდა მოგიწევთ. წერილი სკოტლანდ იარდში წავიღე. ამჯერად ისინი შეშფოთდნენ და გადაწყვიტეს, რომ წერილებს ვიღაც გიჟი წერდა. სავარაუდოდ მოტაცების მცდელობაც ექნებოდა. დამარწმუნეს, რომ სიფრთხილის ყველა ზომას მიმართავდნენ. დილით თავის ბიჭებთან ერთად ინსპექტორი მაკნეელი მოვიდა სახლში. დამშვიდებული წავედი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, ჩვენ ალყაში ვიყავით. ბრძანება გავიცი, სახლში არც არავინ შემოეშვათ და არც არავინ გაეშვათ. საღამომ მშვიდად ჩაიარა, დილით ცოლმა თავი შეუძლოდ იგრძნო. დოქტორ დაკერის მოსაყვანად გავგზავნე. ექიმი სიმპტომებმა შეაშფოთა. მართალია ვერ გაბედაეთქვა მოწამლესო, მაგრამ გრძნობდი, რომ მან სწორედ ასეთი დიაგნოზი დასვა. დამარწმუნა საშიში არაფერია, რამდენიმე დღეში გაუვლისო. ექიმი გავაცილე და ჩემს ოთახში რომ დავბრუნდი, ბალიშზე წერილი დამხვდა. მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა: შუადღისას. აი, აქ კი გავცეცხლდი. ამ ამბავში ვიღაც მსახურებიდან იყო გარეული. ყველა დავკითხე, მაგრამ ხელი არავის დაადეს. ჩემი ცოლის კომპანიონმა, მის კოლინზმა მაცნობა რომ დაინახა დილით ჯონის ძიძა ქუჩაში როგორ გავიდა. ძიძამ ყველაფერი აღიარა. აღმოჩნდა, რომ მან ბავშვი მოახლეს დაუტოვა და შეყვარებულთან პაემანზე გავარდა. იგი უარყოფდა, რომ ჩემს ბალიშზე წერილი დადო. დარწმუნებული ვიყავი მსახურებიდან რომელიღაც სრულობდა. ბოლოს წყობიდან გამოვედი და ყველა ერთიანად გავყარე. გავათავისუფლე ძიძას და დანარჩენებიც. მათ 1 საათი მივეცი იმისთვის, რომ ნივთები ჩაელაგებინათ და წათრეულიყვნენ. სახლში მხოლოდ ისინი დავტოვე, ვისაც ბოლომდე ვენდობოდი. მის კოლინზი, ჩემი ცოლის მდივანი და ტრედუელი, მსახურთ უფროსი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ. ინსპექტორი მაკნეელი 11-ის ნახევარზე მოვიდა. პოლიციელები შემოსასვლელებში განალაგა და დამარწმუნა, რომ აუცილებლად დაიჭერდნენ დამნაშავეს. მე და ჯონი ინსპექტორის თანხლებით იმ ოთახში გავედით, რომელსაც კონსულის ოთახს ვეძახდით. ინსპექტორმა კარი ჩაკეტა. ოთახში ძველი საათი იდგა. არ დავმალა, როდესაც ისრები 12-ს მივახლოვდა, ნერვიული კანკალი ვერ შევიკავე. საათმა 12-ჯერ ჩამოჰკრა. ჯონს ხელები მოუხვიე და მაგრად ჩავიკარი. უზებ კარს მიღმა ყვირილი გაისმა, ვიღაცებმა სირბილი დაიწყეს. ინსპექტორმა ფანჯარა გამოაღო, მასთან კონსტებლი მივიდა და ასნობა, რომ დამნაშავე დაიჭირეს. ჩვენ ტერასაზე გავვარდით, სადაც 2 კონსტებლს ვიღაც ჩამოფხავებული ტიპი დაეჯირა. დაკავებულს კონსტებლმა ქლოროფილით სავსე ბოთლი აღმოუჩინეს. მას ჰქონდა ასევე ჩემს სახელზე დაწერილი წერილი. გავხსენი და წავიკითხე. გადახდა მოგიწევთ, გამოსასყიდი 50,000 ფუნტია. თქვენს მიერ მიღებული ყველა ზომის მიუხედავად, იგი როგორც დაგპირდით, ზუსტად შუადღისას გაიტაცეს. მე გადავიხარხარე, გულზე მომეშვა, მაგრამ იმავე წამს ძრავის ხმა და ყვირილი გავიგონე. შემოტრიალდი და გრძელი, რუხი მანქანა სამხრეთის გასასვლელისკენ მიჰქროდა. მძღოლი ყვიროდა. მის გვერდით კი ჯონის ქერაკულულები მოჩანდა. ინსპექტორი ცოფებს ყრიდა. ვერ გავიგეთ ბავშვი თვალსა და ხელშუა როგორ მოგტაცეს. მეკითხებოდა, სად დატოვეო? მე ახსნა დავაპირე, მაგრამ ამ დროს გაისმა ხმა, რომელმაც ყველა გაგვაშეშა. ტაძრის საათი რეკავდა. ინსპექტორმა საკუთარ საათს დახედა. ზუსტად 12 იყო. კონსულის კაბინეტში შევვარდით. იქ საათი პირველის 10 წუთს უჩვენებდა. ცხადი იყო, ის ვიღაცამ გადასწია. ინსპექტორი მაკნეელი პოლიციას ტელეფონით სასწრაფოდ დაუკავშირდა და ყველა მანქანის და მძღოლის აღწერილობა გაუგზავნეს. თავიდან პოლიცია თითქოს სწორკვალზე იყო. მსგავსი მანქანაც თითქოს ლონდონის მიმართულებით მოძრავი ნახეს. როდესაც შეგვატყობინეს, რომ მანქანა დააკავეს, შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ სხვა მანქანა აღმოჩნდა და მანქანაშიც სულ სხვა ბავშვი იჯდა. პოლიციის უხეში შეცდომის გამო კვალი დავკარგეთ. რაც შეეხება დაკავებულს, მან განაცხადა, რომ წერილი და პაკეტი ვიღაც უცნობმა გადასცა, რათა უეივერლი კორტში მოედანა.
იმ კაცმა მას 10 შილინგი მისცა და ამდენივეს მიცემას კიდევ შეჰპირდა თუ პაკეტს ადგილზე მიიტანდა. 12-ს რომ ზუსტად 10 წუთი დააგდებოდა. მისი არც ერთი სიტყვის არ მჯერა, თავხედობა ეყო და განაცხადა, რომ ტრედუელი იყო ის კაცი, ვინც მას პაკეტი გადასცა, მხოლოდ ულვაშები მოუპარსავსო. დაადანაშაულო ტრედუელი, რომელიც ამ სოფელში დაიბადა და მთელი ცხოვრება უეივერლის ოჯახთან ერთად გაატარა, ეს ცალკე დანაშაულია. სახლში სამალავი თუ არის, იკითხა პუარომ, რომელიც გრაფს ყურადღებით უსმენდა. თქვათ, საიდუმლო ოთახი. ძველ სახლებში ასეთი რაღაცეები არის ხოლმე. ეშმაკმა დაალახრო, სახლში არის ასეთი ოთახი. კონსულის კაბინეტთან ახლოს. პირდაპირ კარს იქით, მაგრამ მისი არსებობის შესახებ მარტო მე და ჩემმა ცოლმა ვიცით, შეიძლება ტრედუელმაც. ჩვენ უივერლი კორტში წავედით. მისტერ უივერლიმ კონსულის კაბინეტი გვაჩვენა. პუაროს თხოვნით მან კედელში რომელიღაც სამბარას დააჭირა ხელი და პანო გაიწია. ჩვენს წინ კი მოკლე კორიდორი გამოჩნდა, რომელთაც საიდუმლო ოთახში გავედით. პატარა ოთახი ცარიელი იყო. იატაკზე არანაირი კვალი არ შეიმჩნეოდა, თუმცა პუარომ კუთხეში რაღაც მაინც იპოვა. კვალი ძალიან პატარა ძაღლისას ჰგავდა. ჩვენ მის კოლინზი დავკითხეთ, რომელმაც თქვა, რომ სახლში არანაირი ძაღლი არ იყო. როგორ ფიქრობ, რაში დაჭირდათ მტაცებლებს უივერლის წინასწარი გაფრთხილება, მოსალოდნელი გატაცების შესახებ? კითხა პუარომ, როდესაც მსახურთ უფროსი გაისტუმრა. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ მოეპარათ ბავშვი და ფული მოეთხოვათ. ზუსტი დრო და ადგილი წინასწარ რომ არ დაეთქვათ. მათთვის პრობლემა არ იქნებოდა. ბავშვი სეირნობის დროს მოეტაცათ. ამის მაგივრად ჩვენს წინაშე სპექტაკლს თამაშობენ. ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ სახლში თანამზრახველი იყო. ჯერ ერთი საიდუმლოებითაა მოცული მისის უეივერლის მოწამვლა, მეორე ბალის შედადებული წერილი, მესამე გადაწეული ისრების საათზე. ეს ყველაფერი მხოლოდ სახლში მცხოვრებს შეეძლო გაეკეთებინა. კიდევ ერთი გარემოება, რომელსაც თქვენ ალბათ ყურადღება არ მიაქციეთ, საიდუმლო ოთახში არ იყო მტვერი. ის ვიღაცამ საგულდაგულოდ გამოხვედა. მას ასე. სახლში 4 ადამიანი რჩებოდა. მისის და მისტერ უეივერლები, ტრედუელი და მის კოლინზი. ჯერ მის კოლინზი განვიხილოთ. მის წინააღმდეგ თითქმის არაფერი გვაქვს, გარდა იმისა, რომ მასზე არაფერი ვიცით. გადავიდეთ ტრედუელზე. აქ რამდენიმე საეჭვო მომენტია. პირველი მაწანწელამ განაცხადა, რომ სწორედ მან გადასცა ბარათი. მან ასევე შეეძლო მისის უივერლის მოწამვლა, ბარის შეტერილის მიკვრა, ისრების გადაწევა და საიდუმლო ოთახში იატაკის დაგვა. მეორეს მხრივ, მან მთელი ცხოვრება ამ მამულში გაატარა და უცნაური იქნება ბავშვის მოტაცებაში, რომ მიიღო მონაწილეობა. ახლა მისის უივერლის ვთქვათ, სხვათა შორის მთელი ფული მისია. მამამისი ხომ მდიდარი ვაჭარი იყო. რაში დასჭირდებოდა მას საკუთარი შვილის მოტაცება და საკუთარი თავისთვის გამოსასყიდის გადახდა? აი, მის ქმართან დაკავშირებით სიტუაცია სხვანაირადაა. მართალია, მას მდიდარი ცოლი ჰყავს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავადაც მდიდარია. ვარაუდობ, რომ ლედი საკუთარი ფულს დიდი ხალისით არ ელევა. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იმეტებს რაღაცას ქმრისთვის. მისტერ უეივერლიც კი, როგორც შეამჩნევდით, საკმაოდ სიცოცხლის მოყვარეა. ეს წარმოუდგენელია, ჩავილღლუღე მე. რატომ? ვინ მოიშორა მსახურები? მისტერ უეივერლიმ. მასვე შეეძლო წერილები დაეწერა, გადაეწია საათი და თავისი ერთგული მსახურისთვის ტრედუელისთვის ალიბიც შეექმნა. ტრედუელს არ უყვარს მისის უეივერლი. იგი თავისი ბატონის ერთგულია და სიამოვნებით შეასრულებს მის ყველა ბრძანებას. ეს საქმე სამმა მოაყვარახშინა. უეივერლიმ, ტრედუელმა და მისტერ უეივერლის რომელიღაც მეგობარმა. პოლიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც იმ რუხი მანქანის მძღოლის მიმართ ძიება შეწყვიტა. სწორედ ის იყო მესამე. მან სოფელში ვიღაც ქერაკრულებიანი ბავშვი აიყვანა. მამულში აღმოსავლეთის კარიბჭიდან შევიდა. საჭირო დროს რაღაც დაიკვირა, ხელი დაიქნა და სამხრეთის ჭიშკრიდან გავარდა. ბუნებრივია, არც მისი და არც ბავშვის სახე არავის დაუნახავს. მან პოლიციამ მცდარ კვალზე დააყენა. ტრედუელმა კი მაწანწალას ისტორიას გაუკეთა ორგანიზება. რაც შეეხება თავად მისტერ უეივერლის, როდესაც ეზოში ჩოჩქოლი ატყდა და ინსპექტორი გარეთ გავარდა, მან ბავშვი საიდუმლო ოთახში დამალა. შემდეგ კი ინსპექტორს გაჰყვა. როდესაც ინსპექტორი წავიდა, მისთვის რთული აღარ იყო ბავშვი საკუთარი მანქანით სადმე წაეყვანა და დაემალა. რაც შეეხება ძაღლის კვალს, ვიკითხე მე. მის კოლინს არ მოუუტყუებიათ, როდესაც თქვა სახლში ძაღლი არ ჰყავსო. იგი მას არ უნახავს, ცხადია ძაღლი პატარა იყო. ალბათ ლეკვი, ჯონის რომ არ ეტირა. მისტერ უეივერლიმ მას საიდუმლო ოთახში ძაღლი დაუტოვა. მესიე პუარო. ოთახში მისტერ უეივერლი შემოვიდა. რაიმე იპოვეთ? გაქვთ მოსაზრება, სად შეიძლება იყოს ჩემი შვილი?
პუარომ მას ფურცელი მიაწოდა. აი მისამართი. კი, მაგრამ ეს ცარიელი ფურცელია. დიახ, თქვენ თავად დაწერთ მათ მისამართს. რა? მისტერ უეიბლი წამოწითლდა. მისიე, მე ყველაფერი ვიცი. 24 საათს გაძლევთ, რომ ბავშვი დააბრუნოთ. თუ თქვენს გამომგონებლურ ნიშს გავითვალისწინებთ, ალბათ მოახერხებთ მისი უეცარი გამოჩენა რამენერად ახსნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული გავხდები მის უეივერლის ყველაფერი მოვუყვე. მისტერ უეივერლი სავარძელში ჩაეშვა, სახეხელებში ჩაარგო. იგი ჩემს მოხუც ძიძასთანაა, აქედან 10 მილში, მაგრამ სკანდალი ზუსტად ასეა. თქვენ ძველი და ცნობილი გვარის წარმომადგენელი ხართ, ასე რომ ნუ გასვრით თქვენს სახელს კიდევ ერთხელ სკანდალში. კარგად იკავით, მისტერ უეივერლი. ხო, სხვათა შორის, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ. როცა დაგვით, ყოველთვის გამოხვედეთ ოთახის კუთხეებიც.